ვიწყებთ დილის მონეტიზაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს ესე ვთქვათ სასწავლო კვლევითი ცენტრის მისია, გეგმები და გამოწვევები. აი ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს დილის მონეტიზაციის პირველ ბლოკში. მარიამ შაიშველაშვილს მინდა მივესალმო, რომელიც გახლავთ კონკურენციის სააგენტოსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სასწავლო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. მარიამ, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მარიამ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ცნობიერების აქტები. ზოგადად ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რეალურად როგორც მომხმარებლის ნაწილში, ასევე რეგულატორის ნაწილში და ასევე რა თქმა უნდა ბიზნესის ნაწილში, რისი უფლება გვაქვს, რისი უფლება არ გვაქვს. მასშტაბად თქვენი აქტები და თქვენი ესე ვთქვათ პოზიციონირება საბოლოო ჯამში, რომელიც თავიდან ბოლომდე ემსახურება ცნობიერების ამაღლების ნაწილს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, მე მინდა განვიბრა ისტორიაზე გკითხოთ, აი რა აქტებით გამოირჩა მთლიანობაში სააგენტო და მისი სასწავლო კვლევითი ცენტრი. რომ მომხდარიყო ცნობიერების ამაღლება რეალურად როგორც ბიზნეს ეკოსისტემაში, ასევე საზოგადოებაში. დავიწყოთ ამ თემით საუბარი და შემდეგ უკვე განვავრცოთ აი კონკრეტული კომპონენტები, რომელიც სასწავლო კვლევითი ცენტრის ეგიდით ხორციელდება. მოგესალმები, სანდრო, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ საკითხებზე საუბარი, თქვენ როგორც აღნიშნეთ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სახელმწიფო დაწესებულება რას აკეთებს მისი ქვეყნის მოსახლეობის უფლებების დაცვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ხომ? შესაბამისად, თუ კი კანონის აღსრულების მექანიზმები არსებობს და მოსახლეობა შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას სააგენტოში, ამის შესახებ პირველ რიგში მან უნდა იცოდეს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა უფლებები აქვს, როგორ შეიძლება მისი დაცვა, შესაბამისად კანონი უფრო ეფექტურად აღსრულდება. სწორედ ამას ემსახურება სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ეს ფუნქცია, რომ მან უნდა იზრუნოს სხვადასხვა სეგმენტის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, როგორც კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების მიმართულებით, ისე მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, ხომ? შესაბამისად, სწორედ ამ იდეით, რომ როგორც მოსახლეობის ცნობიერება აემაღლებინა და ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობები ჩაეტარებინა, ისე ეზრუნა თანაბარ მნიშვნელოვნად თვითონ სააგენტოს თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებაზე უწყვეტ რეჟიმში კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებზე შეიქმნა სასწავლო კვლევითი ცენტრი, ხომ? და პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ მეორე წელია სასწავლო კვლევითი ცენტრი სააგენტოს სტრუქტურაში არსებობს და დაგეგმილი აქვს არაერთი როგორც ეროვნულ დონეზე, ისე საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა აქტივობა, რომელიც როგორც სააგენტოს თანამშრომლების ჩართულობას გულისხმობს, ისე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ხომ? რომ შევეხოთ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრებს და იმ აქტივობებს, რაც წინა წლის განმავლობაში ჩავატარეთ, თუ ამ წლის განმავლობაში ვატარებთ და გეგმავთ, კიდევ რა თქმა უნდა, ფართო ჭრილში ეს იყო როგორც მომხმარებლის უფლებებზე, ისე კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებაზე. პირველ რიგში ეთნიკური უმცირესობების, ისევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სხვადასხვა ასაკის სეგმენტთან შეხვედრები, მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ისევე როგორც მათთვის ადაპტირებული ფორმით, როგორც ფლაიერების გავრცელება, ისე მათი შეხვედრებში ჩართვა თუ ასე შემდეგ. ჩვენ ყოველთვის გავდივართ სხვადასხვა სეგმენტთან კონსულტაციას, თუ რა არის მათი უშუალო საჭიროებები, რომ პირველ რიგში მათზე მოვერგოთ, ხომ? თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სხვადასხვა ღონისძიებებს გვეგმავთ ხოლმე წლის განმავლობაში, რომ უფრო მასშტაბური იყოს როგორც ბიზნესის და მომხმარებლების შეხვედრა, ისე სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების და ბიზნესის შეხვედრა, რომ ერთად ვისაუბროთ რა არის ერთი მხარის ვალდებულებები, მეორის შესაძლებელი, რომ უფრო ეფექტური იყოს, ხომ? სახელმწიფოს მიერ გასატარებელი თუ გატარებული ღონისძიებები. შესაბამისად, კონფერენციის ფარგლები იქნება ეს თუ შეხვედრების ფარგლები თუ ჩვენ მივდივართ თუ ვატარებთ ღონისძიებებს, ამას საგანმანათლებლო ხასიათი აქვს თუ საინფორმაციო ხასიათი, ყოველთვის ვცდილობთ, რომ დავიწყოთ სკოლის ასაკის მოსწავლეებისგან, გავაგრძელოთ საუნივერსიტეტო ნაწილში და რა თქმა უნდა, როგორც ბიზნესში შეხვდეთ, ასევე როგორც აღნიშნე, მოწყვლადი მომხმარებლისთვის თუ მოწყვლადი მოქალაქისთვის ინფორმაციის მიწოდება ავიღოთ ჩვენს თავზე. ესეთი ნიუანსური კითხვა მაქვს, აი გეომეტრიულ სკალასაც თუ შევხედავთ ცნობიერების, ხო? აი ბოლო პერიოდში, აი შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ გარკვეულწილად აი მოდი საზოგადოების მხრიდან დავიწყოთ ჯერ. თვითონ აი სოციუმის მხრიდან არის მზარდი, ესე ვთქვათ, ცნობიერება მაგალითისთვის სიტყვაზე, ხა ჩვენ როდესაც კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლები, სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები მოდიან ჩვენთან და აი სხვადასხვა სამართლებრივ კომპონენტებზე საუბრობენ, უფლებრივ კომპონენტებზე საუბრობენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, არის ძალიან საგულისხმო кейსები გვხდება ხოლმე, ხო? იგივე აი ცალკეულ კომპანიებთან ურთიერთობის ნაწილში. მე მაინტერესებს, აი დღეს გაიზარდა ცნობიერება და ცნობიერების ზრდის ნაწილში
აი მომართვიანობის ეკვივალენტიც როგორი არის და მე მინდა ცოტა აი პრობიზნესური კითხვა დავსვა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში გასაგებია რომ დამკვეთი ყოველთვის მართალია, გასაგებია რომ კლიენტი ყოველთვის მართალია, მაგრამ აქ არ უნდა დავჩაგროთ და დავივიწყოთ ბიზნესის ინტერესები და ხშირად ყოფილა ხოლმე შემთხვევები, აი ჩვენთანაც შემოდის ხოლმე მსგავსი ტიპის ინფორმაციები, რომ აი მაგალითად ბიზნესმა ეს არ გააკეთა ისე როგორც უნდა გაეკეთებინა, რა არის ეს ფასები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ელემენტარულად არ არის ხოლმე მოსახლეობის მხრიდან ბიზნესის ინტერესი გათვალისწინებული რა და შესაბამისად აი მე მინდა კარგი მთქველს საერთოდ კარგი გამგონი უნდა, კარგი გამგონი თქვენ ხართ დარწმუნებული ვარ და ჩვენი სოციუმის ძალიან დიდი ნაწილიც კარგი მთქმელია, მაგრამ კიდევ ერთხელ აი გაიზარდა თუ არა კვალიფიკაცია მათ შორის მომართვიანობის, იმიტომ რომ მე ამ შემთხვევაში როგორც მოქალაქე თუ მოგმართავთ პრეტენზიით ჩემი პრეტენზია არ უნდა იყოს ჰაერიდან მოტანილი და ეს არ უნდა იყოს არც ბრალდება, ცილისწამება ბიზნესთან მიმართებაში. ხო, აი, რამდენად გაიზარდა დასაბუთების კოეფიციენტია, ეს ანალიტიკური კოეფიციენტი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც აღნიშნეთ, რომ პირველ რიგში ბიზნესის ცნობიერებაც თუ არ იქნა ამაღლებული, რა თქმა უნდა, მომართვიანობა შეიძლება ამ კუთხითაც გაიზარდოს, ხომ? ამ პირიქით თუ მომხმარებლის ცნობიერება არ იქნა ამაღლებული და არ იცის მან, თქვათ, როგორც მინიმუმ გინდა ადგილზე, გინდა ონლაინ ვაჭრობის ეს თავისი უფლებები და ანის ვალდებულებები, რაც ბიზნესს აქვს და შესაბამისად აღჭურვილი უნდა იყოს შესყიდვის დროს სანამ თავის ფინანსურ რესურსს მიმართავს, ან უკვე მიმართული აქვს ამ ინფორმაციით, რა თქმა უნდა, სავალალო შედეგებამდე მივდივართ, ხო? ერთ ნაწილში, რასაც უფლებების დარღვევას გულისხმობ. დიახ, ბიზნესთან ჩვენი შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი არის. ჩვენ თითოეული кейსის განხილვისას თუ кейსის გარეშეც კი სეგმენტურად ბიზნესს ხვდებით მომხმარების უფლებების სტატუსის შესახებ კანონის ძალაში შესვლის დღიდან. ეს იყო 2022 წლის 1 ივნისი და აგვისტოში შეიქმნა შესაბამისი უფლებამოსილი დეპარტამენტი სააგენტოში და ამ დღიდან მოყოლებული ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები არა მხოლოდ წეგან მომხმარებლებზე ვსაუბრობდი, ბიზნესთან იგივე აქტივობით ტარდება, ხომ? ეს იქნება თვითონ ასოციაციების ფორმატში, წვრილი ბიზნესი, მსხვილი ბიზნესი თუ ინდმე წარმოები თუ მოქალაქეები, რომლებიც ვაჭრობენ და არიან ფიზიკური პირები, ხომ? და რატომ აქვს ამას მნიშვნელობა, რომ სიახლეები, რა თქმა უნდა, რეგულაციები თავის თავში გულისხმობს ბიზნესის რაღაც ნაწილში ბოჭვას, ხომ? მათ უფრო მეტი პასუხისგებლობა აქვთ და შესაბამისად მეტი ღონისძიებები აქვთ გასატარებელი, რომ მათი ვაჭრობა მთლიანი პროცესი იყოს მომხმარებელზე მორგებული, შესაბამისად კანონთან შესაბამისი, ხომ? შესაბამისად, პირველ ეტაპზე, აგერ ვიცით უკვე 2022 წლიდან რამდენი წელი გავიდა და ამ წლების განმავლობაში უფრო და უფრო მარტივი არის როგორც ჩვენთვის ისე მომხმარებლისთვის ბიზნესთან ურთიერთობა და დიახ ჩვენი მიზანი ეს იყო. თავიდან რა თქმა უნდა ჩვენ თუ დინამიკაში შევხედავთ რომ მაჩვენებელს მომართვიანობის, ჩვენი გადაწყვეტილების მიღების თავიდან უფრო მეტი შიშები იყო ბიზნესის მხრიდან, როგორ უნდა აღსრულებულიყო ეს რეგულაციები მაგალითად მომხმარებლის უფლებების დასაცავად ბერჯოლ გვისაუბრია თქვენთან ამ კონკრეტულ უფლებებზე რაც რითიც მომხმარებელი ჭურვა ხომ კანონის მიღების დღიდან როგორ უნდა აღსრულებულიყო ისე რომ მათ ფინანსური ზიანი არ მიეყოთ ან იმაზე მეტი ადამიანის დასაქმება არ მოსწეოდათ ამ უფლებების ვალდებულების შესრულებისთვის ვიდრე ყავდათ ხომ ეს შიშები მათი შიშები 99% კი არა 100% არ გამართლებულა იმიტომ რომ მუდმივ რეჟიმში დინამიკაში მათთან კომუნიკაციაში ჩანს რომ დიახ როგორი წარმოდგენებიც გქონდა ზუსტად ესე წარიმართა პროცესი და მომხმარებლის ძალიან მცირე რაოდენობით მომართვიანობა არის რომელიც შეიძლება იყოს ისეთი რომ მომხმარებელს ეგონა რომ ისი უფლება იყო დარღვევა და დაუსაბუთებელია რეალურად თუმცა ბიზნესის განწყობებიც მარიამ თქვენ სწორს აღნიშნავთ აბსოლუტურად რომ ბიზნესს ძალიან არ უყვარს საერთოდ რეგულაციები ხა ეს ვიცით ძალიან კარგად და ასევე აი აქაც ჩემი აზრით მეტი სამუშაო არის ინტერპრეტაციების ნაწილში, იმიტომ რომ რეალურად როცა ვსაუბრობ ჩვენ ნებისმიერი ტიპის მარეგულირებელზე, ხო, ეს იქნება კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო, იქნება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, ეროვნული ბანკი, სემეკი თუ ასე შემდეგ, ანუ ეს არ უნდა აღვიქვათ როგორც სადამსჯელო ორგანო, ხო, ანუ ეს არის რეალურად ბაზრის არბიტრი და ელემენტარულად საფეხბურთო მატჩის რო წარმოვიდგინოთ საჯის გარეშე წარმოუდგენელია, ხო, ანუ ყველანაირი წესის დარღვევა იქნება და აქედან გამომდინარე, ანუ ბაზარს ჭირდება ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი არბიტრი, რომელიც განსაზღვრავს სამართლიანი თამაშის წესებს და ანუ არავის უფლებებს ამ მიმართულებით და არავის სადამსჯელო მანდატით არ იქნება წარმოდგენილი. მეც რა მაინტერესებს კიდე აი მაგალითად აი ტერმინოლოგიები, ხო? რა ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ახსენეთ სკოლის მოსწავლეები, ახსენეთ უნივერსიტეტის სტუდენტები და მოდი ხა თავი დავანებოთ აი რეალურად ბავშვებს, ხო, სკოლის ასაკის ბავშვებს.
ანუ ხშირ შემთხვევაში დასრულმა ადამიანებმაც არ იციან ხოლმე ტერმინების ზუსტი ინტერპრეტაციები, ხო, მაგალითად კონცენტრაციები, ოლიგოპოლიები, მონოპოლიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, ტერმინების ნაწილში რამდენად გავერკვიეთ და აი მაგალითისთვის სიტყვაზე რამდენად გაიგო მოსახლეობამ, რომ აი კონკრეტულ მოცემულობას, ხო, ეხლა არაფერს არ მივანიშნებ, ყოველგვარი ცოცხალი кейსის გარეშე გვაქვს დღევანდელი საუბარი, იმიტომ რომ განათლებაზეა ჩვენი დიალოგი დღევანდელი, მაგრამ აი სიტყვაზე მაგალითად რომ მონოპოლიას ან ოლიგოპოლიას, ან თუნდაც იგივე კარტელულ გარიგებას, რომ პირდაპირ შეუძლია გავლენა მოახდინოს მის ჯიბეზე, ცალკეულ შემთხვევაში, ანუ ეს რამდენად გაიგო მოსახლეობამ და აი აქ მომართვიანობას რამდენად ესე ვთქვათ დაიხვეწა და დაღვინდა, როგორც იტყვიან. კი ბატონო, მოგახსენებთ, მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, აქაც ზუსტად იქ მივდივართ, რომ თუ არ იცის მომხმარებელმა მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელსაც ბიზნეს სამართლებრივი ურთიერთობები აქვს თუ სამომხმარებლო ურთიერთობები, რომ მისი უფლებები კონკრეტული ზღვარი აქვს და სადაც მისი უფლება ის თავის უფლებას იყენებს შეიძლება მისი უფლება დაირღვეს კონკრეტული მიმართულებით, რა თქმა უნდა, მომართვიანობაც ამ ნაწილში იკლებს, ხო? აქვს ვარაუდი მომხმარებელს, რომ ბიზნესი მის წინაშე მართალი არის, თქვათ, ხო? რა თქმა უნდა, ამ ნაწილშიც ინფორმირების ვალდებულება ჩვენი მხრიდან, რომ წინასწარ გარკვეული იყოს თავის უფლებებში იმ ყველა მიმართულებით, რომელიც თქვენ ახსენეთ, საკმაოდ ეფექტურად აღსრულდება სკოლის ეტაპიდან, ამიტომ დავიწყეთ ზუსტად, რომ სკოლის ეტაპიდან რომ იცის მოსწავლემ რა არის მისი როგორც მომხმარებელი უფლებები, შესაბამისად ერკვევა როგორც ტერმინოლოგიაში, მით უმეტეს მომხმარებლები სკოლის ასაკიდანვე დისტანციური ვაჭრობით საკმაოდ აქტიურად არიან დაინტერესებულები და ისეთი აქტიურ ბავშვები გვხვდებიან როგორც რეგიონებში, ისე თბილისში, რომ ჩვენთვისაც წარმოუდგენელი იყო მათი ასეთი დაინტერესება, რა თქმა უნდა, ამას უნივერსიტეტზე არ ვამბობ, რომ უნივერსიტეტში უკვე სეგმენტურად მათი ინტერესების დასრულები არიან და გაყოფილია, ხო? ჩვენ რა თქმა უნდა ვცდილობთ, რომ კონკურენციის როგორც ტერმინოლოგიის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ, ისე რა თქმა უნდა ის უშუალოდ სამართლებრივი ჩარჩოები, რასაც გულისხმობს და ამისთვის სხვადასხვა აქტივობები დაგეგმილი გვაქვს ჩვენ კონკურენციის სამართლებრივი ლექსიკონის პოპულარიზაციასაც ვაპირებთ, რაც როგორც ბიზნეს ისე მომხმარებელს, ისე ამ სფეროთი დაინტერესებულ ეკონომისტს თუ იურისტს საკმაოდ დიდ ცოდნას მიანიჭებს და ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მხრიდან სხვადასხვა განმარტებები, სხვადასხვა სტანდარტები. თქვენ საქმის კურსში ხართ, რომ ჩვენ კანონის განმარტებისთვის სხვადასხვა მექანიზმებს მივმართავთ, მათ შორის როგორც მატერიალურად ეს ფლაიერები იქნება თუ დისტანციურად სტანდარტები, სულ ვცდილობთ, რომ რა თქმა უნდა კანონი თავისი ფორმით არსებობს, მაგრამ კანონის სწორად განმარტებისთვის ვცდილობთ, რომ ბიზნესაც მივეხმაროთ, რომ კონკრეტული ვალდებულება როგორ უნდა შეასრულოს ეს განვმარტოთ, ისევე როგორც მომხმარებელს, რომ წინასწარ იცოდეს რის თაობაზე უნდა მოგმართოს და არ ჩათვალოს, რომ მას ეს უფლება არ აქვს, ხო? იმის მიუხედავად, რომ შეიძლება სავაჭრო ურთიერთობებში დახელოვნებულები ვიყოთ და ეს ჩვენი ყოველდღიურობა არის ყოფილი. კი ბატონო. კი ბატონო. ზუსტად ერთი წუთი გვრჩება და აქედან გამომდინარე ძალიან მოკლედ რომ გვითხრათ, ზოგადად სამომავლო აქტივობების შესახებ თქვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება ახსენეთ, აი რამდენიმე სიტყვით რომ გვითხრათ, აი ზუსტად ერთ წუთში რომ ჩავატიოთ ეს თემა, რა აქტივობებს უნდა ველოდოთ კიდევ საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრისგან. კი ბატონო, წლის განმავლობაში მთელი წლის გეგმა არის და ასევე შემდეგი წლებისაც რომ აუცილებლად სკოლის პროექტი გრძელდება და საკმაოდ დიდი დაინტერესება არის როგორც რეგიონების, ახლა მაისის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს საზღვრისპირა სოფლები, შიდა ქართლის სკოლების შეხვედრები გვაქვს დაგეგმილი და შესაბამისად ბავშვებს ცნობიერებას ავამაღლებთ როგორც კონკურენციის პოლიტიკის თაობაზე, ისე მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან შეხვედრები გრძელდება, ეს იქნებიან სმენა დაქვეითებული თუ მხედველობა დაქვეითებული პირები და მათთან საკმაოდ წარმატებული ურთიერთობის პრაქტიკა გვაქვს წლის განმავლობაში სააგენტომ დაბეჭდა კიდევაც უსინათლებას სმენა დაქვეითებული პირებისთვის ერთი მხრივ ვიდეო რგოლები დავამზადეთ და მეორეს მხრივ ფლაიერები, რომ მათთვისაც იყოს ხელმისაწვდომი. ჩვენ ყველა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებაში მათ წარმომადგენლებს ვრთავთ, რომ მათი მხრიდან მივიღოთ კონსულტაცია, ჩვენი მხრიდან ცნობიერების ამაღლება, როგორ შეიძლება იყოს მათთვის ეფექტური. ასევე უნივერსიტეტები ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არა მხოლოდ მათი ცნობიერება ავამაღლოთ, არამედ ამ დარგების პოპულარიზაცია შევუწყოთ ხელი, რაც თავის მხრივ ცნობიერების ამაღლებას და დარგების განვითარებასაც უწყობს ხელს შესაბამისად
ყველანაირად ვზრუნავთ, რომ დავგეგმოთ ისეთი აქტივობები, რომ ყველასთვის იყოს მომხიბვლელი, მათ შორის ვებინარების სახითაც მრავალი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი, როგორც ბიზნესის ჩართულობის მხრივ, ისე მომხმარებლის ძალიან საინტერესოა. ექსპერტული განხილვებით და ჩვენ ამას ცხადია, გავაშუქებთ და აქტიურად, ესე ვთქვათ, საინფორმაციო მხარდაჭერის კუთხით, ასე ვთქვათ, დავდებთ ასევე ძალიან მნიშვნელოვან აგურს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისთვის. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. მარიამ შაიშმელაშვილი პასუხობდა გადაცემა დილის მონეტიზაციის კითხვებს. გავდივართ რეკლამაზე, უკვე